ადამიანს ზოგადად ერთხელ მაინც უფიქრია ცხოვრებაში, რატომ არის რომ ერთს აქვს ყველაფერი და მეორეს არაფერი არ აქვს. ან რატომ არის რომ მე რაღაც არ მაქვს და ვიღაცას აქვს და რით დაიმსახურა, ან როდესაც ამბობენ ხოლმე რომ მე ამდენს წვალობ და ბევრი არაფერი არ მაქვს და ვიღაცას უწვალებლად რამდენი რამე შეხვდა და რომ უსამართლობა არის. და რეალურად სისტემაში ზოგადად ჩვენ სამყაროში არ არსებობს არანაირი უსამართლობა. უბრალოდ ჩვენ ვერ ხედავთ მთელ სურათს, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ არსებობს ასტროლოგიაში ესეთი ტერმინი არის ცრემლით გამოცდა და არის სიხარულით გამოცდა. ანუ ეს ყველაფერი ორივე მაინც გამოცდა არის. და რომ შევადაროთ ახლა, ვნახავთ რომელი არის კარგი და რომელი არის ცუდი რეალურად ადამიანისთვის. ცრემლით გამოცდა ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში გექნება უფრო მეტი ნეგატიური მოვლენები. იმიტომ რომ შენი განვითარება სავარაუდოდ წინა ცხოვრებებში არ ხდებოდა ისე მარტივად, რთულია, რომ შენი განვითარება რაღაცნაირად გიბიძგოს ვინმემ რომ შენ განვითარდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად გიჭირს განვითარება, ან არ გინდა, ან ზარმაცი ხარ, სხვა მიზეზების გამო. იყავი წინა ცხოვრებაში. და შესაბამისად ახლა გაქვს ეს გამოცდა ცრემლით, იმიტომ რომ სამყარო მაქსიმალურად გიტარებს რთულ გაკვეთილებს, რომ შენ განძრიოს ცოტათი, გიბიძგოს, რომ რაიმე დაამუშავო, რამე გააკეთო. და ესე დროს შური და ვიღაცასთან შედარება არ არის სწორი. ესე დროს არასდროს არ არის სწორი. რაც უფრო მარტივი არის ადამიანის ცხოვრება, მით უფრო მარტივი პრობლემები აქვს. რაც უფრო რთული ადამიანის ცხოვრება, რაც უფრო მეტი ფული აქვს, მეტი პრობლემები აქვს ხალხს. მეორეს მხრივ როდესაც არის თქვა სიხარულით გამოცდა. სიხარულით გამოცდა საერთოდ არ არის კარგი, იქიდან გამომდინარე რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი გაქვს. ეს არის ესე ვთქვათ ბოლო გამოცდა, ბოლო ეტაპის გამოცდა, ჩემი კონკრეტული აზრით. იმიტომ რომ სამყარო გაძლევს ყველაფერს და გიყურებს რას უზამ შენ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში 99% არის შანსი იმის, რომ ადამიანი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს, იმიტომ რომ როგორც კი ადამიანს აქვს ფული, როგორც კი ადამიანს აქვს ყველაფერი. ცხოვრებაში ადამიანი კარგავს ყველანაირ მოტივს ცხოვრებისას, ყველანაირ აზრს ცხოვრებისას და ან განცხრომაშია და ყველაფერი თავისთვის უნდა, ან ვიღაცებს ცუც უკეთებს, იმის გამო რომ შეუძლია ანუ ძალაუფლებით გამოცდა და შესაბამისად აი ეს გამოცდა არის იმაზე უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ვისაუბრეთ წინაზე ცრემლით გამოცდაზე. ბევრად უფრო რთულია, იმიტომ რომ 99% ვერ ესე ვთქვათ განვითარდება ამ მონაცემით. შესაბამისად უნდა დაფიქრდეთ რეალურად, რამდენად არის ესეთ პირობებში, როდესაც ყველაფერი გაქვს, რამდენად შენ შეიძლება იყო კეთილი, იყო მიმტევებელი სხვების მიმართ, არ განსაჯო სხვა ადამიანი, გავუკეთო სხვების სიკეთე. სიკეთე არა ისეთი, როგორიცაც ზოგადად სხვები უკეთებენ, არამედ სიკეთე რეალური რამდენიც შენ შეგიძლია, იმიტომ რომ მილიონერს სულ სხვა გაქანება აქვს, რაც შეუძლია რომ გააკეთოს და მე ჩვეულებრივ ადამიანს სულ სხვა შესაძლებლობა მაქვს